შუა საუკუნეების მოსკოვი ან მუსკოვი გარშემორტყმული უზარმაზარი ტყეებით, რომლებიც ანელებდა მტრისჯარების გადაადგილებას. ამ ტყეებში უხვად მოიპოვებოდა ხის მასალა სასახლეებისა და დაცვითი ნაგებობების ასაშენებლად. ქალაქში აშენებულ ციხესიმაგრეებს კრემლი ეწოდებოდა. მოსკოვის თავდაპირველი კრემლი, რომელიც მე-12 საუკუნიდან არსებობს, სრულიად ხისგან იყო აგებული, ისევე როგორც ქალაქის სხვა შენობები. მის გასაგებად თუ როგორ შენდებოდა მსგავსი ციხესიმაგრეები, დღეს იქნება მათი შეცვლილი ზომის მოდელი. მოსკოვი დიდი რაოდენობით აშენებდა ციხესიმაგრეებს. ისინი ამ ყველაფერს განსაკუთრებული მეთოდით აკეთებდნენ. ხის სტანდარტული სიგრძის მორებს შერჩეული ჰქონდა ვისებური ღრმულები, რომელთა მეშვეობითაც მარტივად თავსდებოდა ერთმანეთს და ყუთისებრ სტრუქტურას ქმნიდა. ასეთი უჯრედი ადვილად ინარჩუნებდა ფორმას. უშუალო წონის წყალობით საჭირო არ იყო არც ლურსმნები და არც რაიმე სხვა სახსრები. ხის მორები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად იწყობოდა და ქმნიდა მტკიცე გაამძლე კედლებს. ისინი გაცილებით უკეთ აღუდგებოდნენ ძლავ ლაშქარ-შეტანილ დარტყმებს, ვიდრე ჩვეულებრივი ხის პალისადები. ამ ყუთისებრ კონსტრუქციას კიდევ მრავალი უპირატესობა ჰქონდა. შიგნით მიწის ან ქვის ჩაყრით კედლები უფრო მტკიცე ხდებოდა, ვიდრე უბრალო პალისადა. ამავდროულად ისინი უფრო ელასტიურები ხდებოდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა შეეწოვა საკარტეჩე იარაღის დარტყმები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო ის, რომ ამ სტრუქტურების ნაწილი წინასწარ შეიძლებოდა მზადყოფნაში მოყვანილიყო. პირველი ნაბიჯი იყო მორებიდან ქერქის მოცილება. ეს მავნებლებს ხელს უშლიდა, რომ მორებში დამალულიყვნენ და ამავდროულად აძლევდა ხეს გაშრობის საშუალებას, რაც თავიდან აცილებდა პობას. ქერქის მოცილების შემდეგ მორები წლების განმავლობაში მტკიცედ ინახებოდა. შემდგომ ისინი კი საჭირო დროს შეეძლოთ ციხის კედლებად გადაექციათ, სადაც არ უნდა ყოფილიყო საჭირო. ზოგიერთი მორი კედლებსა და კოშკებში შიგნიდან არ ივსებოდა მიწით. ისინი ცარიელი რჩებოდა და იქ განთავსებულ მებრძოლებს თავდაცვისთვის შეეძლოთ სროლა ან დამალვა. მე-13 საუკუნიდან კოშკების ნაწილი უკვე ქვისგან ან აგურისგან იგებოდა, როგორიც მაგალითად ჩერეცკის ციხესიმაგრის კოშკია, აშენებული 1388 წელს. სადაც ქვა ადგილობრივად არ მოიპოვებოდა, მთავარ მასალად წითელი აგური ითვლებოდა. მისი უპირატესობა იყო სიმარტივე და იაფი ფასი. ვინაიდან აგური სტანდარტული იყო, მშენებლობაც ადვილი იყო. სწორედ ეს წითელი აგურები სცემს თავისებურ იერს აღმოსავლეთ ევროპის ციხესიმაგრეებს, რომლებიც დღემდე ასე დგას. ქვისა და აგურის კოშკები შესაძლებელი იყო ბევრად უფრო მაღლები აეშენებინათ, ვიდრე ხის კოშკები. ამით მოსკოვის მცველებს ტრისდროულად შემჩნევის და მოგერიების შესაძლებლობა ეძლეოდათ.